სად არის ტრიო სახელად ვარაზი სად არის და ჩვენთან არის მოგესალმებით. როგორ გამოცხადება იყო, რა სიტყვით? ხო და კვარტეტად ხომ არ გადავკეთეთ რაღაცა. თუ გაითვა თუ აპირებთ გაფართოებას, აგერა ვარ რაღაცა ჩემი ნაბიჯი გადმოვდგით ახლა. ხო და დანარჩენი თქვენზე არის, კი ბატონო. აბა როგორ ახართ ბიჭო? კარგად, მადლობა. თავადროგი. მე თუ გახსოვართ, თუ მახსოვხართ? დიახ. სადღაც შევხვდით. მოიცადე ერთ წამით თქვენ გამო დამენგრა ცხოვრება. ჩემ გამო დაგენგრა ცხოვრება? გათიშეთ კამერები. რა ხდება? მოიცა, სახეზე ისე მართლა მეცნობა. რუსთაველზე ერთი შვენიერ დღეს მობზანდით, უცებ გამოკითხვა ჩაატარეთ და მითხარით გააღეპირი და თქვი და მე ვთქვი გამახსენდა. აბა გააღეპირი და თქვი. აბა გააღეპირი და თქვი. მოდი ამის მერე მთელი ინტერნეტ სამყარო ჩემზე აბუნტდა, ესე იგი ამხელა კაცია და როგორ არის ის ფილმი მაინც არ ახნახიო. მახსოვს გამახსენდა ხუმრობდი, სხვათა შორის ეგეთი ამბავი იყო. მახიოზე გავიზარდე ჩემ. აი რა პატარაა, ესე იგი თქვენსა რა ქვია, საქართველო და თბილისი შევხვდით ისევ ერთმანეთს, კი ბატონო. აბა გააღეპირი და თქვი და უნდა თქვა კუო, გაიხუმრა და მე ხალხს ეგონა რომ თურმე არ იცოდა ვითომ რომ უნდა თქმულიყო და ძალიან კარგი, შვენიერი მოგონებებია, ქუჩაში დავქროდი და ახლა მოვედი სტუდიაში, უზიო რა გებატონო. ესე იგი კარგად მიდის ყველაფერი. თქვენც რამე ხომ არ სადღაც გაგიმწარეთ რაღაც ეგ გამოკითხვით ან რაღაცა ხო არ გაცეკვეთ სადმე ქუჩაში. ძალიან კარგი. ესე იგი ბიჭებო, ტრიო ვარაზი. დიახ. მიხეილ იაკობიძე, უფრო ახლოდანაც გავაცნოთ მაყურებელს, ლევან ჟღენტი და გიგა მაჭავარიანი. ესე იგი მე როგორც რომ მოვიძიეთ ინფორმაცია მოკლედ ესე იგი თქვენი ტრიოს შესახებ ვიგებთ რომ დიდი ხნის შემოქმედებითი და ადამიანური მეგობრობის შემდეგ შექმნით ტრიო ვარაზი. კი ბატონო. ესე არის, ხო? ესე იგი ზოგჯერ მეგობრობაც ქმნის თურმე მუსიკალურ გუნდებს და ჯგუფებს და არა მარტო დათუ არჩვაძეს, რო იცოდეთ ისე და ხო ისე რა. კი ბა ხო ასე არის, ხო? კი ბატონო. რამდენი წელია უკვე რაც ტრიო ვარაზი ხართ ასე ამ შემოქმედებაში 8 წელია უკვე საკმაოდ დიდი ხანია კი ბატონო და უფრო მანამდე კიდე მეგობრები იყავით ხო საკმაოდ დიდი ხანი და ვინ იყო პირველი ინიციატორი ვინც რო თქვა რომ ბატონ ლევანი კი ბატონო ესე იგი ტრიო მანამდეც იყო მე როგორც მახსოვს ანსამბლი ვარაზი ხო ხალხური სიმღერის ანსამბლი ვარაზი კი ბატონო შემდეგ უკვე ტრიო კი ბატონო ზოგადად ისე კარგია როდესაც ჯგუფში 3 კაცი ხართ ჩემი აზრით იმიტომ რომ ორი რო ვერ თანხდება რაღაცაზე რა ერთი აშველებს ხო ყველა შემთხვევაში და შესაბამისად ნუ დაძაბულობენ გადაწყვეტილებაც მარტივია რა ორი ერთი აი იმას აზრი აღარ აქვს ხო შესაბამისად ისე არის ხოლმე საკითხები რაზეც ხა კამათობთ ხანდახან ისა და პრინციპში ისე არის რომ ანუ პირიქით არის იმიტომ რომ მე მაშველებენ ჩემ თავთან იმიტომ რომ ანუ შენ თავთან ორნი არიან ეს ორნი არიან იმიტომ რომ კირპიჩას მეძახიან რა კირპიჩას და ხო სუ კამათი საწინააღმდეგო აზრის გამო რა. აჰა, კი ბატონო. სუ არ ვეთანხმები არაფერში. არაფერში. ესე იგი 2 გიგაა რეალურად, ხო? ანუ ესე იგი მე რო გეუბნებოდით კვარტეტად გარდავი კვარტეტი ყოფილხართ, ესე იგი 1 გიგა ჯერჯერობით. შენ რო გამიწარე ცხოვრება, მე ამათ უმწარებ. კი ბატონო. ესე იგი ქართველებს ნახე ნახე რადგან ასე გავყევით რომ მეფე ყავდაო ვარაზიო და ამის გამო დავარქვი, ხო? ისეთი მეფეები ყავდა ქართველებს ეხა რომ აი ნებისმიერი სახელი შეიძლება დაარქვა ტრიოსაც, კვარტეტსაც, ნებისმიერ ანსამბლსაც, ხო და აი მურვან ყრუ მაგალითად. აი რო დაარქვა ეხა რომ ანსამბლს იმას ვერც სპენას მოთხოვ, ვერც სიმღერას მოთხოვ და ვერაფერს შესაბამისად. აი მაგაშიც რაღაცნაირად ფუფუნება გვაქვს ქართველებს რომ მეფეებიც საოცარი ყავდა და დედოფლებიც. თქვენს ტრიოს ხომ ქვია ვარაზი. კი. და კარგათაც ვღერით, ფანტასტიკურად ვღერით და არაჩვეულებრივად და ცუდ მუსიკალურ ჯგუფებს თუ იცით რა ქვია? მარაზმი. მარაზი, კარგად რომ ვღერია და ცუდად რომ ვღერია მარაზმი. არის ესეთი, კი ბატონო. ესე იგი, ეხლა კიდევ უფრო დავწვრილმანდეთ. კი ბატონო. ქუთაისელი გიგა
ჭიათურელი, ნახე იგივე ქუთაისელებმა იქიდან როგორი ის მოქცეს, რა ქვია, ბანი. ჭიათურელი მიშა კი ბატონო. და ლევანი გურული. ასეა. კი ბატონო. ერთი მატარებელი გაკლია და ანეკდოტის დასაწყისია სერიოზული რა. გურული, ჭიათურელი და ქუთაისელი სხედან მატარებელში, ხო და? და მღერია. და მღერია. კი, ეგეც კარგი ამბავი არის. ჭიათურელი, ქუთაისელი, გურული. ესე იგი, ტრიოში ხართ ყველა შინაურები. ხო, ქართველები. ერთი გიტარა, ესპანური მარტო, ხო, ესპანელი რა, ესპანური. ესპანური. კი. ნათქვამი გაქვთ კუს ნაბიჯებითო, მაგრამ მაინც წინ მივიწევთო. ესეთი რამ გაქვთ, რომელს აქვს ნათქვამი კონკრეტულად არ და ვიცი. კუ მივიდა ეხა ბოლო ეტაპზე და CD-ს წერთ. უკვე ჩავწერეთ. ძალიან კარგი ამბავია. კუს ნაბიჯებითო, იმიტომ რომ მე გეთანხმებით ამ ნაწილში მხოლოდ ერთ რამეში, იმიტომ რომ 5 კვირის წინ დაგირეკეთ, მოგზანდით ჩვენთან თქო და ახლა მოხვედით სტუმრად გადაცემაში და შესაბამისად ვეთანხმებით, მაგრამ CD-ს წერთ. გამოვა მალე. კი, მალე გამოვა უკვე ჩაწერილია და ჩაწერილია და უკვე ესე იგი დიზაინზე მუშაობთ. დიზაინზე მუშაობ. ნუ ხო, ესე იგი დარჩა მხოლოდ კოსმეტიკური მხარე, ესე რომ ვთქვათ და კუსნაბიჯებით კი არა, მალე ლეოპარდის სიჩქარით, გენაცვალე და ლეოპარდის ნახტომით და რა ვიცი, სირბილით თუ როგორც არის. ქუთაისური სიჩქარე. ქუთაისური სიჩქარე უფრო სწრაფია ვიდრე ლეოპარდი. გურული ყველაზე სწრაფია. რა ლეოპარდი, კაცო, გურული სისწრაფით გენაცვალე კი ბატონო, გევლოთ და მიგეღწიოთ უამრავი წარმატებისთვის, კიდევ რაც გაქვთ მიზნად დასახული და დიდი მადლობა მოგზანებისთვის. მანამდე კი ჩვენ სცენას დაგითმობთ თუ არ მიწყენთ და დაგვდებ პატივს შეგისრულებთ ერთ სიმღერას. გთხოვთ?